გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ეხმარება. ეს ომი უნდა დასრულდეს. ის რაც დასავლეთში ჯერ არავის უთქვამს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პირველად და საჯაროდ თქვა. მარკო რუბიომ უკრაინაში რუსული ინტერვენციის გაცილებით გლობალურ მასშტაბებზე ისაუბრა და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომს ბირთვულ ძალებს შტატებსა და რუსეთს შორის მარიონეტული ომი უწოდა. პრეზიდენტი ტრამპი ამას განიხილავს როგორც გაჭიანურებულ ჩიხში შესულ კონფლიქტს. არავის აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად. აქამდე უკრაინელების და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, რომ უბრალოდ მოდით გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. ეს არ არის სტრატეგია. ის რაც ვაშინგტონში ღიად მხოლოდ ახლა თქვეს, ოფიციალურ თბილისს 3 წლის განმავლობაში არაერთხელ ნათქვამ საკუთარ სიტყვებს ახსენებს. ეს არ არის ახალი ჩვენთვის, ჩვენ ამაზე გასული 3 წლის განმავლობაში ვაკეთებდით აქცენტს, რომ ეს რეალურად არ იყო უბრალოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, არამედ იყო უფრო ფართომასშტაბიანი გლობალური დაპირისპირების ერთი კონკრეტული კომპონენტი და სწორედ ამიტომ ვიყავით ძალიან ფრთხილი ჩვენს პოლიტიკაში, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს როგორც უკრაინის ჩათრევა მოხდა, საქართველოც არ მოხდარიყო ამ გლობალური დაპირისპირებაში ჩათრეული. თბილისში არაერთი უსაფუძვლო ბრალდება და კრიტიკა ახსოვთ. მარკო რუბიოს ნათქვამის შემდეგ ქვეყნის შიდა ოპოზიციისაგან თუ დასავლელი პარტნიორებისაგან ახლა ახალი პოზიციის მოსმენა სურთ. ამ რადიკალურ ძალებს, იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, იქნება ეს მათთან აფილირებული NGO-ები თუ სხვები, რომლებიც აი ასე ხელაღებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და პოზიციონირებას პრაქტიკულად რუსულ იარლიქს აწებებდნენ, ახლა კეთილინებონ და ბოდიში მოიხადონ ამის გამო, ვინაიდან ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ქვეყანა იქნა არიდებული ძალიან დიდ ექსისტენციალურ საფრთხესა და გამოწვევას. რეალურად სამწუხაროდ უკრაინელი საზოგადოების ხარჯზე ხდებოდა ომი ამერიკა-რუსეთს შორის. აი ეს პირდაპირ უთხარით ჩვენ სხვათა შორის ხალხის ძალა როცა დავტოვეთ ქართული ოცნება საზოგადოებას. ამას ვეუბნებოდით და ამან გაამართლა და დაგვეთანხმა დღეს უკვე რუბიო სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ეს ომი იყო ინსპირირებული და ეს ომი რეალურად იყო და ჯერჯერობით გრძელდება რუსეთ-ამერიკას შორის, ოღონდ უკრაინის ტერიტორიაზე. უნდათ ასევე საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე ყოფილიყო რუსეთ ამ შემთხვევაში ნატოს და ძირითადად ამერიკის ომი. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია გეოპოლიტიკურ რეალობას თითქმის ყოველდღიურად ცვლის, თუმცა არ იცვლება წარსული და თბილისში ისევ ახსოვთ, ვინ და როგორ ცდილობდა 3 წლის წინ საქართველოს ომში ჩართვას.